რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებულ კინბურნის ნახევარკუნძულზე უკრაინის დროშა აღიმართა. უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიდევ ერთი ტერიტორია დაიბრუნეს. რუსული ძალები პოზიციებს ტოვებენ. სამხედროების ცნობით რუსებმა უკან დახევა ინტენსიური ცეცხლის ქვეშ დაიწყეს. კინბურნის ნახევარკუნძული სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მისი კონტროლი გავლენას ახდენს შავი ზღვის გარკვეულ მონაკვეთებზე წვდომაზე. სროლა ბავშვების თვალწინ ნაძალადევის რაიონში დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა გუშინ ბუაჩიძის ქუჩაზე სკვერში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ადგილზე, სადაც მოზარდებიც იყვნენ, ერთმანეთს 20-მდე ადამიანი დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა პირმა უმისამართოდ გაისროლა. დაშავდა ადგილზე მყოფი ერთი კაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. ლოტკინის დასახლებაში სკვერში მოზარდებმა კონსტრუქცია დააზიანეს. ატრაქციონი მოზარდს დაეცა, მან კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოცნების დეპუტატი ვახტანგ თურნავა თბილისში მყოფ რუს მილიარდერ დუროვთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მანამდე ტელეგრამის დამფუძნებლისა და საფრანგეთის მიერ 12 დანაშაულში ბრალდებული ბიზნესმენის ფოტო ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დუროვი მაისში კომპანია ტეზერის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზეც იყო ჩამოსული. თურნავა მასთან ერთად ფოტოები მაშინაც გამოაქვეყნა.